ბოლო 25 წლის განმავლობაში ევროპაში წითელას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას UNICEF-ი ავრცელებს. სტატისტიკის მიხედვით 2024 წელს ევროპაში წითელას 127,350 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია და ყველაზე მაღალი 1997 წლის შემდეგ. ინფიცირებულთა უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია. წითელას შემთხვევები ფიქსირდება საქართველოშიც, მათ შორის გურჯაანის მუნიციპალიტეტში. სპეციალისტების განმარტებით ვაქცინაციის გარეშე ბავშვები დაუცველნი არიან. წითელა ეს არის ინფექციური დაავადება, რომელიც გადადის წითელას ვირუსით, საკმაოდ კონტაგიოზური დაავადება, ანუ განმარტავ, რომ ეს არის გადამდებლობის მაღალი ხარისხი ახასიათებს და ხშირად ეპიდემიებს იწვევს. წითელა თავად დაავადება სახიფათოა ნებისმიერ ასაკში, თუმცა 5 წლამდე და 20 წლის ასაკის ზევით განსაკუთრებით სერიოზული გართულებები შეიძლება მოჰყვეს მას. ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი, რომელიც ხველების ცემინების დროს გარემოში გამოყოფს ვირუსს. ასეთი ვირუსი სიცოცხლის უნარიანობას ინარჩუნებს გარემოში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში და ასეთი ადამიანი ასეთ პირობებში ჯანმრთელი ხაზს უსვამ აუცხრელი ადამიანის მოხვედრა ნებისმიერ შემთხვევაში იწვევს ინფიცირებას წითელას ვირუსით. ასეთი ადამიანი ვირუსის გამომყოფი ადამიანი ძირითადად ვირუსს გამოყოფს კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე 4 დღით ადრე და კლინიკური ნიშნების გამოვლენიდან 4 დღე, ანუ საშუალოდ 8 დღე პირობითად. თავად სიმპტომებს რაც შეეხება დაავადება იწყება მაღალი ტემპერატურით, ყელის ტკივილით, ხველებით, კონიუნქტივიტი, ანუ თვალის როწოვანი გარსის ანთება. შემდგომ მესამე-მეხუთე დღეზე იგი უფრო რთულდება და გამონაყარი ვითარდება, ბრტყელი ლაქოვანი გამონაყარი, რომელიც სახიდან იწყება და თავის თმიან ნაწილზე და შემდგომ გადადის უკვე კიდურებზე და მთელ სხეულზე. რაც შეეხება გართულებებს, გართულებები წითელას შესაძლოა საკმაოდ სერიოზული გართულებები მოყვეს, ეს არის პნევმონიები, არის ასევე ტვინის გარსის ანთება, ყურის ანთება და ყველაზე რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი, ორსულებში განსაკუთრებულად საშიშია იგი, ვინაიდან იწევს ნაადრევ მშობიარობას, რაც შესაძლოა გახდეს, თქვათ, დღენაკლულობის და დაბალწონიანი ბავშვის დაბადების მიზეზი. რაც შეეხება თვითონ ამ დაავადების პრევენციას, წითელას ვაქცინა არსებობს მოგეხსენებათ, პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში უკვე ათეულობით წელია არსებობს ვაქცინაცია ბავშვების 1 და 5 წლის ასაკში, რაც გულისხმობს იმას, რომ ბავშვი, რომელიცაც აქვს ჩატარებული ეს ორივე აცრა, სრულად არის იმუნიზირებული და მთელი სიცოცხლე დაზღვეულია 98%-ით დაახლოებით. რომ მას ეს მოზრდილ ასაკში და ზრდასრულ ასაკშიც არ დაემართება წითელა. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ მუნიციპალიტეტში გვაქვს 98%-იანი მოცვა წითელას ვაქცინით მოცვა, თუმცა არსებობს ერთეული შემთხვევები მშობლების უარისა, რაც მათივე, ანუ ჩვენი აზრით გაუაზრებელი უარია ეს და ეს არის არა დამაჯერებელი, არა არგუმენტირებული, მეცნიერულად დაუსაბუთებელი ანტივაქსერული მიდგომა და შვილებს გარკვეული პერიოდი უარს ამბობენ შვილების აცრაზე, თუმცა აქვე მინდა დავძინო და ასეთ მშობლებს მოუწოდო, რომ ნუ გარისკავენ თავიანთი შვილების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას იმის ფასად, რომ თქვათ გარკვეული რაღაც პერიოდში მათ გარკვეული არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ.